რომ ის მასწავლებელი რომელსაც თქვენ გაკვეთის უშლით რომელიმეს დედა იყოს ესე მოიქცეოდით არა და ხო ვიღაცის დედა ის აი წარმოიდგინე ან დაუშვათ დედა თქვენი სხვა სკოლაში სხვა კლასში ასწავლიდეს აი გინდათ რომ ის ბავშვები იქ ვინც არიან თქვენი თანატოლები ეგრე რომ მოექცნენ აი უბრალოდ იფიქრეთ აბა მაგას თავი დავანებოთ იმას რომ მასწავლებელი ქვია თავი დავანებოთ რომ სკოლა უბრალოდ იმაზე ვიფიქროთ რომ აი ჩვენი საყვარელი დედა სადღაც მიდის ბავშვებთან და ის ბავშვები ესე ექცევია და დედა სახში მოდის რაღაც აი უხასიათოდ მოწყენილი იმედგაცრუებული რომ ბავშვებთან უნდა და რაღაცა მიეტანა რაღაც ესწავლებინა ბავშვებისთვის და აი ესე დათრგუნული მოდის და თქვენ ეს გაგახარებთ აი მოდი მაგ კუთხით შევხედოთ აი როგორც ადამიანი ადამიანთან ურთიერთობაში თავი დაანებოთ იმას რომ მოსწავლეები ხართ ის მასწავლებელია თუ მაინც და მაინც ეს ტერმინები რაღაცის თითქოს უფლებას გაძლევთ რახან მასწავლებელია მოდი ავდგეთ და გავაბრაზოთ ოტო ბისმარკი გაგგონიათ აი ცოტა რომ მოიზდებით შეიძლება გაიგონოთ ოტო ბისმარკი ეს იყო ადამიანი რომელმაც გერმანიისთვის ძალიან დიდებული საქმეები აკეთა და იცი რას ამბობს ყველა ჩემი წარმატებაო ჩემი სოფლის მასწავლებელს ეკუთვნის იმიტომ რომ იმას ძალიან დიდი გავლენა აქვს მასწავლებელს ძალიან ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა მასწავლებლისგან მოისმინოს და გაიგოს და აი ამ ხრივ რო შეხედავ და საერთოდაც აი სულეუბნები ხოლმე ბავშვებს სახარებისეული ოქროს წესი ეს არის როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს ადამიანი ისე უნდა მოექცეს სხვას